სინამდვილეში ეს პრობლემა არაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ბევრს მიაჩნია, ჩვენი გუნდი არის უფრო ისეთი ძველ ხალხზე და უფროსებზე გათვლილი რა და სინამდვილეში ეგ მასე არ არის მარტივი მიზეზის გამო ჩვენ ვართ ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ცოტა ადრე მივხვდით რაღაცეებს, თორე მთელს ევროპაში, სადაც მიგრაციის პრობლემაა, რაც ჩვენთან დაიწყო აქტიურად ბოლო რამდენიმე წელია, მთელს ევროპაში, სადაც ამერიკაში, სადაც მიგრაციის პრობლემაა, ამ პრობლემის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის 90% არიან ახალგაზრდები. მთელს ევროპაში და ამერიკაში ძირითადი მოსახლეობა, რომელიც წინააღმდეგ გამოდის მიგრაციის და კულტურული ცვლილების არიან ახალგაზრდა სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. და რატომ მაგათ მალე გაიგეს ეს ყველაფერი? მაგათ შეეხო, არა, იმათმა მშობლების თაობამ დაღუპეს ქვეყანა, შეცვალეს ენერგეტიკული ფონი და ეს დაღუპული ქვეყანა გადააბარეს ახალგაზრდებს. ახალგაზრდები კიდე უკვე აღმოჩნდნენ იმ რეალობაში, რომ ქუჩები ეკუთვნით მიგრანტებს, სკოლები ეკუთვნით მიგრანტებს და ეს ახალგაზრდები ადგილობრივი ახალგაზრდები იჩაგრებიან. ქუჩაში აუპატურებენ, ცემენ, აყაჩაღებენ, სკოლებში ცემენ, სკოლებში იმათი წესებია, სამზარეულოებში და ასე შემდეგ. ხო და ახალგაზრდები აღმოჩნდნენ როგორ გარემოში, იცი რომ უცებ რაღაცა 16-17 წლის ბავშვები ქუჩაში წესით შვიდად უნდა დადიოდნენ, ფეხბურთზე მიდიოდნენ ან რაღაც ქუჩაში ვეღარ გადიან კაცო. ქუჩა აყაჩაღებენ და აუპატურებენ. ხო და იმას შეშარიან სულ თითქმის ეგენა. კი, იმიტომ რომ იმ მიგრანტების შვილები უკვე დომინირებენ ამათ შვილებზე და აი ამ შვილებს გაუშვათ ბრძოლისის და ანუ საქართველოში ეხლა ჩვენ რომ ამას ლაპარაკობთ, ჩვენ უბრალოდ იმ გამოცდილებიდან ადრე დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, თორე სინამდვილეში სამწუხაროდ ჩვენ თუ არ მოგვისმინა ხალხმა 5 წელიწადში, 4 წელიწადში, იმიტომ რომ აქ უფრო სწრაფად ხდება ეს დინამიკა. 5-4 წელიწადში ახალგაზრდებს მოუწევთ ზუსტად ამ პროტესტზე მუშაობა. იმიტომ რომ აი რა რეალობაც იქ არის, რომ დღე არ გავა, რომ ახალგაზრდა არ გააუპატიუროს ვიღაცამ და რა ვიცი, ინგლისში 10,000 ბავშვის გაუპატიურება ხდება წელიწადში. 200,000 გოგონა იყო ერთიანობაში გაუპატიურებული, 200,000, რომელიც დამალული იყო ფაქტი. აი და ძირითადი ნაწილი იყო პაკისტანელებისგან. ხო ეგრეა, პაკისტანელები, ინდუსებისგან და ესეთი. ხო და ეგ ხალხი შემოდის აქ. დროის საკითხია მასიური როდის გახდება ეგ. აი დროის საკითხი, მე ხო ხედავ ახლა ბათუმში არაბები როგორ იქცევიან, ესენი აქ თავის სახში არიან. როგორც აქ მოძრაობენ, ისინი აქ უცხოდ თავს არ გრძნობენ საერთოდ. ხო და აი რასაც იქ ხედავდი, აი თავიდან რომ დაიწყეს შემოსვლა, ზუსტად ის სურათია, ოღონდ აი როგორც თქვა, დაბუსტული მდგომარეობა რა. აი გაათმაგებული სისწრაფე, ვიდეოს რო გადაახლოთ და სწრაფად რომ მიდის YouTube-ზე, თან აზრი გესმის, მაგრამ სწრაფად რომ მიდის. დაახლოებით აი ეგეთი სურათი არის ქართულ ქუჩებში. ხო და 2-3-4 წელიწადში ახალგაზრდებს რო არ მოუწიოთ ბრძოლა იმისთვის, რომ არ გაგვაუპატიურონ ქუჩებშიო, ისევ მანდ მივდივართ გაუპატიურებასთან. დღეს ჩვენთან ერთად არის დგომა მაგიტო საჭირო და აი ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ეგ აუხსნათ ბავშვებს. ბავშვებს გულისხმობ 16-17 წლის ბავშვებს, ვინც ეხლა მიდიან უნივერსიტეტებში. აი მაგ თაობას გაუჭირდება ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ეხლა წასული აბიტურიენტი როცა დაამთავრებს უნივერსიტეტს, ის შევა ისეთ სამყაროში, ანუ გამოვა უკვე ზრდასრული განათლებული ისეთ სამყაროში, სადაც ძირითადი სადავეები ექნება უკვე მიგრანტებს. ხო და ეგ უნდა გაითვალისწინოს, საქართველოში კი აღარ ასრულებს, სინგაპურში დაასრულებს უნივერსიტეტსთან. უნდა იცოდეს რა ქვეყანა ელოდება წინ და რა სირთულეები ექნება. ვიღაცას გონია რა მნიშვნელობა აქვს ხა ინვესტორი არაბი იქნება თუ ვინ იქნება, ერთმა მილიონერმა არაბმა რო ბიზნესი გახსნას და 100,000 ქართველი დასაყრდეს, რა პრობლემაა? პრობლემა შემდეგია. ეს ხალხი არიან მუსულმანები, ანუ შარიათის კანონებს მიყვებიან სინამდვილეში. როცა უმცირესობაში არიან, არ გახვევენ შარიათის კანონს, უმრავლესობაში როცა არიან, მერე გთხოვენ შარიათის კანონს. მაგრამ თვითონ ცხოვრობენ შარიათის კანონის მიხედვით, იმიტომ რომ ისლამი და შარიათის კანონი ერთმანეთისგან არ არის განსხვავებული, ერთი და იგივეა. და შარიათის კანონის მიხედვით, შენ თუ გაქვს საშუალება რომ მუსლიმი აიყვანოს სამსახურში, პირველ რიგში მუსლიმი უნდა აიყვანოს სამსახურში. კაფირის, ანუ არამუსლიმის აყვანა აკრძალულია შარიათის კანონით. პირდაპირ წერია რომ შენ რადგან ერთ-ერთი მოწაფე რა მუჰამედის, რომელსაც ქრისტიანი ჩამწერი ყავდა. აი ვინც იწერდა მაგის მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებს ვინც იწერდა, ეგ იყო ქრისტიანი. და იმისთვის არის პირდაპირ მუჰამედისგან გამოგზავნილი სიტყვა იყო, რომ შენ რადგან ქრისტიანი ყავს დასაქმებული და უხდი ხელფას, მაგის გამო არ მიგიღებსო ალაჰი. და მოუწია შეცვლა მერე მუსულმან და იმიდან დაყენდა მერე წესი, რომ შარიათის კანონის მიხედვით ის მუსულმანმა დაასაქმოს პირველ რიგში. ხო და აი ეს ინვესტორები ახლა ძალიან რო უხარიათ ოცნების მომხრეებს, მილიონერი არაბები შემოდიანო, ღარიბები კი არაო.
იმ მილიონერ არაბს ურჩევნია, იმიტომ რომ რელიგია ეუბნება, რომ პაკისტანელი დაასაქმოს პირველ რიგში, ვიდრე ქართველი. ხო და აქ თუ მილიონერ არაბებს ექნებათ ბიზნესები, ეგ არის მწვანე შუქი ღარიბი მუსულმანური ქვეყნებისთვის, რომ გარანტირებული სამუშაო ადგილებია მაგათვის. ქართველს გააგდებენ, იმათ აიყვანენ, რელიგია ასწავლეს ამას. ხო და აი ეს ახალგაზრდები, ვინც უნივერსიტეტში მიდიან, იმათ უნდა იცოდნენ, რომ ეს სამუშაო ადგილი მაგათვის არ იქნება. იქნება სხვებისთვის. ხო და აი პირველი ნაკადი რო გამოვა უნივერსიტეტებიდან, აი დრამატულად გაიზრდება ჩვენ მხარდამჭერები. დრამატულად. იმიტომ რომ შეეჯახებიან ზუსტად მაგ რეალობას.